შუა საუკუნეების არმია ლაშქრობისას ქალაქს გავდა, რომელიც გადაადგილდებოდა. არანაირ ხარჯებს არ ზოგავდნენ, რათა რაინდები და არისტოკრატები ფუფუნებაში ჰყოლოდათ. რაინდები ცხოვრობდნენ დიდრულ კარვებში, რომელსაც პავილიონები ეწოდებოდა. ამ კარვებში იყო ყველა საჭირო ნივთი და ავეჯი, ნამდვილი სკამები და მაგიდები, ჭურჭელი, საწოლები, საუკეთესო თეთრეულით და კედლის დეკორაციები, ეს ყველაფერი ტრანსპორტირებას მოითხოვდა, რაც საბრძოლო აღჭურვილობას დამატებით ტვირთად სდევდა. იარაღებისა და ჯავშნის მოვლა არმიის ხელოსნების დიდ ჯგუფს საჭიროებდა. მჭედლების სამუშაო იყო ჯავშნის მუდმივი შეკეთება, დეფორმაციების გასწორება, ქამრების შეცვლა ან გატეხილი რივეტების გამოცვლა. რაინდი შეიძლება სპორტული ავტომობილის ცხოლს შევადაროთ, ხოლო მჭედელი მისი მთავარი მექანიკოსი იქნებოდა. მის გარეშე რაინდი ვერ შეძლებდა სრულფასოვნად ფუნქციონირებას. არმიას უკან მიჰყვებოდა სამოქალაქო პირების დიდი ჯგუფი, რომელსაც ლაშქრის მიმდევრები ეწოდებოდათ. ეს ადამიანები ჯარისკაცებს სხვადასხვა მომსახურებასა და საქონელს თავაზობდნენ. ლაშქრობისას ჯარისკაცების უმეტესობა ცხენებზე იჯდა. თითოეულ რაინდს მინიმუმ 6 ცხენი ჰყავდა, რომლებიც საჭიროებდნენ მომლელებს, ჭედლებსა და საკვებს. სამეფო კარზე თან დაჰყავდათ წერონები, მღვდლები, რომლებიც აუცილებელი იყვნენ იმ ჯარისკაცებისთვის, ვინც შესაძლოა ბრძოლის ველზე დაღუპულიყო და რა თქმა უნდა მზარეულები. ჩვეულებრივი ჯარისკაცები ძირითადად პურით და სქელიწვნიანით, პოტაჟით იკვებებოდნენ, რაინდის კვება კი სრულიად განსხვავებული იყო. რაინდი მოითხოვდა საუკეთესო საკვებს, ნადირის ხორცს, საუკეთესო ხორცეულს და ხილს, როცა სეზონი იყო, ყველაფერი ყოველთვის მოხარშული იყო, რადგან საკვები ჯანმრთელობასთან იყო დაკავშირებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ახლა ვასრულებ სანელებლიანი ხორცის გუფთების მომზადებას წითელი ღვინისა და ფიჭვის კაკლის соусით. ფრანგული და ინგლისური არმიები ლაშქრობებზე თვეების განმავლობაში იმყოფებოდნენ, მათ შორის იყო მანევრირება და მცირე შეტაკებები, სანამ საბოლოო ბრძოლისთვის ველზე გავიდოდნენ.